საფუძველი პრობლემების ინახებიან რეგიონის ქვეყანას თუ შემოგვიწევს და ზუსტებიან რა ისრაელის თავდადებას და კასტინგის და გამოცდის პროცესს საფასადო თავშობა თუმცა ეს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეც, დღეს
ყველაზე საინტერესო მომენტი, რომელიც ყველა რაიონისთვის ეს იქნება კასპიუ, ცხეთა, ხაშური, ტერჯოლა, ყარაგაული, ოზურგეთი, ძალენჯიხა, ასე პოტი, ასე შემდეგ. ყველასთვის არის ერთნაირი ვესტრები ადამიანები, რომლებმაც თავის თავზე გამოსცეს ეს სიტუაცია და მინდა იცოდეს ხება საქართველოს ესა. ნახეთ როგორ ხდება ქართული მიწა-წყლის გამყიდვა. საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლის თანახმად სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა არ შეიძლება. აკრძალული. ხოლო არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა შეიძლება. ანუ ხელისუფლებამ დღემდე არ მიიღო შეზღუდვა ამასთან დაკავშირებით. არ მიიღო, შეგნებულად არ მიიღო და ხდება მიწის კატეგორიის შეცვლა. ეკონომიკისთან და როგორ ხდება ეხლა რა ხდება? ეკონომიკისთან გრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით ვითომ პროექტით მაგალითად კონკრეტულზე ვიძახი, თქვა 100 ხელშეწყობა ბიზნესს, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელსაც აქვს საქართველოს მიწების მთელი რუკა. სად თხია, სად მდინარეა, სად ტბაა, სად ვერმინდორია, სად საქმავია, სად საფესია. რომელიც სახელმწიფოს წუნებულს წერენ წერის, რომ ადგილობრივ მმართველობას გამგეობებს მერიებს დაავალოს, რომ ბიზნესის ხელშეწყობისათვის მონახულე ნაკვეთები გასაკიდათ. და მე ნახე უკვე კონკრეტულ ნაკვეთს უთითებენ. ვერსიას წარმოვიდგენთ ელექტრონული აუქციონის, ელექტრონულ აუქციონზე დაახლოებით 20-30 რაიონის მიწები იყიდებს. უცხოელებზე, ყოველ ელექტრონულ აუქციონზე, თქვენ არ გეგონოთ, რომ ეს რაღაცა ის არის 200 ცენტი, ან 2 ჰექტარზე, აქ არის 100 ჰექტარობით ლაპარაკი. აი ეგრე არის საბუთი. ყველა საბუთი აქ არის. რაიონის გამგეობებს წერილს, იგივე მერიებს, რომ აი ამ კონკრეტულ ლოკაციაზე ვთქვათ, კასპის რაიონის სოფელი ქვემო ჭალა, კასპის რაიონის სოფელი ზემო ხანდაკი. აი ამ მიწის ნაკვეთზე ხო არ მიმდინარეობს რაიმე ინფრასტრუქტურული მშენებლობა. დღეს მოგეცემა საქართველოში განათლება შენდება, ფაბრიკა შენდება, რესტორანი, ბენზინგასამართი სადგური, აქედე რაღაცა კერძო ისა სავაჭრო ქსელი. სხვააფერი ახლა საკაც სანახილოზე, საძოვარზე რა უნდა აშენდეს, ყველა ვიცით რომ არაფერი არ აშენდება. ძირითადად ეს არის სოფლის გარშემო არსებული საძოვრები. ვერმინდორები, ბუჩქნარი, მდინარის პირები, კარგი ადგილები ერთ სიტყვით, ისე კი არა სადღაც მიღუებული და ხილული. არა, აქ უკვე მიყვანილია კომუნიკაციები. ეს იქნება გაზი, ეს იქნება წყალი თუ ასე შემდეგ ელექტროენერგია. და ეკითხები რა ამ მერიებს. მერი და მიდის პასუხი, აქ ამ ყველა საბუთი, ვისაც დაგაინტერესებთ, აი სქემა ზუსტად დაგაგებული მაქვს. და წაგიკითხოთ ამასაც. მიდის პასუხი, ინფრასტრუქტურული მშენებლობები ამ ტერიტორიაზე დასაშვები არ არის. არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს. ამ პასუხის თანავე 3 მაქსიმუმ 4 დღეში მიწას ეწოდება კატეგორია, გადადის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში. ისე რომ კანონს არგებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, მე რომ კატეგორიას უცვლი მიწას და შენ ამას ზოგადად დააქმნებ ბიზნესის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვას. ეს არის სიაფანი. ეს არავითარი ინვესტიცია არ არის. მე დაგაკვირდით ახლა სურათებს. და იცვლება კატეგორია და მაქსიმუმ 60 დღეში გადის ელექტრონულ აუქციონზე. ეხლა რომელიღაც სოფლის, რომელიღაც მენახილე თუ გლეხვა, საიდან იცის ელექტრონულ აუქციონზე მისი სანახილო, მისი საძოვარი გავიდა თუ არ გავიდა. და ელექტრონულ აუქციონზე გადის როგორ? უკვე წინ არიან მობილიზებული ის უცხოური ჯგუფები და ფირმები, რომელმაც უნდა შეიძინონ აღნიშნული ქართული მიწა-წყალი ჩალისპასად, როგორც ვთქვა, სოფელ ქვემო ჭალაში, სადღაც 11 ჰექტარზე მეტი დოლარებში რო ვთქვა, სადღაც 70-80,000 დოლარი. ამის შემდეგ უკვე ელექტრონული აუქციონის არეალი, გეოგრაფია, ასევე შევისწავლებ, არის როგორც დედაქალაქი თბილისი,
ასევე ყველა დიდი ქალაქი ეს იქნება ოთი, ბათუმი, ზუგდიდი და ასე შემდეგ, თელავი და ასე შემდეგ და ყველა რაიონი თავისი სოფლებით ყველა აბსოლუტურად ყველა რაიონი არ არის რომელიმე რომ იცი და თუნდაც ეს ის არის რა ქვია სვანეთი და ხევსურეთი ამხიანეთი და ყველა რაიონში ხდება ეს ამბავი. ეხლა აუქციონის მონაწილეები ვინ არიან? აუქციონის მონაწილეები არიან ორი სქემაა კაცი ამ ხალხაბადობის უბრალოდ კრიმინალური არის საქართველოს მოქალაქე რომელიც დაკავშირებულია უცხოელებთან, უცხოელ კომპანიებთან, სხვადასხვა სახით ან ფიქტიური ხელმოწერა, რაღაცა წილის პროფილია უცხოელ კომპანიაში და არის ასევე უცხოელი, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა მიცემული. აი ფაქტობრივად ხა მოგეხსენებათ რომ აჭარაში რეგულაში სააკაშვილო 28 ლუქსის და მოქალაქეობა. ამის გარდა იმის მერე ძალიან ბევრი უცხოელი არის. ჩვენ ახლა მაგ სააკაშვილზე მოგავმოყრით თურაქებას. ძალიან ბევრი უცხოელი უკვე საქართველოს მოქალაქეობა მიცემული. შემდეგ რა ხდება? მიწის ყიდვის შედგომი პროცესი, აი ეს სქემას გეუბნები. გაიყიდა მიწა, ხდება გადაფორმება მთელი მიწის ნაკვეთისა. ჯერ ამ ქართულ ყიდველზე, ამ თუ უცხოელი საქართველოს მოქალაქეა მასზე, ან მათ ფირმებზე, აი ხა მე კონკრეტულ ფირმებს აგიკითხავ, თქვა ფირმა ალურჯი, არაბული ფირმა, ან ასევე არაბული ფირმა საუბარ ოქროს არწივი, ან ლურჯი და ასე შემდეგ, ეს ფირმების სახელწოდება. ეხლა ყველაზე მთავარი მომენტი რა არის? ყველა რაიონში არის ეს სქემა ერთი და იგივე. ეს იქნება საგარეჯო, ეხლა თოხლია უკან ხდება, ზუსტად დაეჭვება ვთქვათ. თოხლია უკან ხდება მიწების დაყოფა. იქაც არაფერი სოფელი შედება. აი ამ მომენტში ეხლა სადაც აი ამ დღეს ზუსტად ხდება მაგეთი ქართული მიწის დაყოფა. პატარ-პატარა ნაკვეთებად 6-8 მიასები. ნუ პლუს მინუს შეიძლება იყოს 3 მიასები ან 4 მიასები. დაყოფა ხდება პატარ-პატარა ნაკვეთებად. აი სქემებსაც გააჩვენებთ, წაგიკითხავთ. ცალ-ცალკე ხდება იმ საიდენტიკად კაცი კოდების მინიჭება, რომლის მფლობელები უკვე არიან უცხოელები. აი აქ რომ ახლა ათოვერკი, ბაღდადი, ალმერ ჰუსეინი და ესენი და ყველა სუსათი თავთანი. აი თქვა კომუნიკაციაში 114 არაბი იყო, ჩვენ რო შევისწავლეთ, თითოეული ოჯახი მინიმუმ 8 წელიწადს შედგებოდა. კომუნიკაცია რომელიც არის 1200 რუბლიანი, 3 წელიწადში გადაუვიდა ეს სოფელი. ზეიგი სამთავისსაც და კომუნიკაციასაც. ხდება დაყოფა პატარ-პატარა ნაკვეთებად და ეხლა რატო ხდება ეს? ესენი ხო ამბობენ რომ ეს რომ შევეკითხეთ ეხლა კალვანი მიუგიწევს რომელიც ასევე სააკაშვილის ეპოქიდან მოდის ინვესტიციები შემოდის სახელმწიფო სჭირდება ეხლა რა ინვესტიციები სჭირდება თურმე აქ შენდება ერმები და დიდი საწარმოები აი სურათი არაბული სოფლისა რომელიც უნდა ეშენებინა სამთავისის ტაძრიდან კილომეტრი ნახევარში ქვემოჭალის განაპირას ბოლო სოფლის მოსახლისგან 5 მეტრში. და ეს სახლები თქვენ არ გეგონოთ რომ ის არის რაღაცა ხუხულებია. ეს ბანერებზეა დაკრული. ბანერებზეა დაკრული ფეშენებულური სახლები. აი ნახეთ თავისი სამსართულიანი მასალებით დაბლა სალდაკში გარაჟებით და იმით. აი სულ ასეთი პროექტები ერთმანეთზე უკეთეს სასახლე. ამ პატარა მიწის ნაკვეთებად დაყოფა რატო ხდება? გამგეობებში, იგივე მერიებში, მიდიან შემდგომ ეს უცხოელები და ცხოვრობენ ინდივიდუალურ ჩემი არის ნაკვეთი წარადგენენ ეს სამონაცებს ჩემი საკუთრებაა და ინდივიდუალური ბინადრის შენებლობის უფლება მომეცი. ეს ვინ? უკვე გამგეობა არის ჩიხში. კაცი აჩვენებს რომ ჩემი ნაკვეთია თქვა 7 მიასები და მინდა დავაშენო სახლი თქვა 10-7-ზე თუ 10-10-ზე 7 მიასები იძულებული ხდება რამხელა 7 მიასები 700 კვადრატული ამას ამბობ ჩვენ ხდება ამ ინდივიდუალური ბინადრობის
გაცემა უკვე ამოწურებებზე და იწყება მშენებლობის პროცესი. ეხლა რა ხდება? ბინების სამშენებლო პოლიგონზე და არამხრივ სოფლის მშენებლობის დაწყება. ესე შემისწავლებით. ადგილობრივი თვითმმართველობის და სამართლის დამცავების ფონზე იწყება ეს ინდივიდუალური მშენებლობები. ეს უწყობლები მიმართავენ ასევე დაცვის პოლიციას. აი როგორც ვთქვათ, ბაზარზე ახლა ფოთისტოფები როგორ შეხვდა. სანამ მშენებლობა დაიწყება, დაცვის პოლიცია იცავს ამ ობიექტს. რომ იქ მარტო მასალების მოპარვა დატაცებაზე არ არის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი არ შეუშალოს ამ მშენებლობის პროცესს. იურიდიული ნორმა გამიწეს დამტკიცების. რის მიხედვით უმტკიცებენ რეესტრი რის მიხედვით გატარებს ამ 700-ს. რა დოკუმენტის მიხედვით? ეს გამიმართა ეს მნიშვნელოვანია. კატეგორია არის შეცვლილი მიწაზე. ამ 11 ჰექტარზე არის შეცვლილი კატეგორია. და არასასრულო სამეურნეო დანიშნულების მიწა დაყოფილია 7 თუ 6 მიასედებად რა პრობლემაა. გაყიდა ყიდულმა თუ როგორ გაყიდა სახელმწიფო ელექტრონულ აუქციონზე ერთიანად გაყიდა იხიდა ვიღაცა ეს ერთი აწევს კიდე დანარჩენს ამ ყველა მიწის ნაწილი რა თქმა უნდა აი მე ვიყიდი 10 ჰექტარი და 10 ჰექტარის გაყიდვას ვიცხებ თქვა 2 კაცზე რა პრობლემაა ვიყიდი 10 ჰექტარი და 10 ჰექტარს ვყიდი ჩემს საკუთარს შუჩით მიასედებად დაყოფეს ვიღაცა ალკოვერი ალბა დაწე ან ალი მუჰამედ ვიღაცაზე და ასე შემდეგ რა პრობლემაა და მიყავს რეესტრი უწევს ის მადლებს ფულს შემდეგ ეს მშენებლობები მიმდინარეობს სტრატეგიით და ჩვენ უკვე რამდენიმე სოფლის მომსწრებელია გამოვიდა ეხლა რა არის უარყოფითი შედეგები პირველი დემოგრაფიული, მეორე, ეთნო-რელიგიური, მესამე, სოციალური, მეოთხე, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა, მეხუთე, შიდა კონფლიქტები ქართულ მოსახლეობასთან, მეექვსე, ეროვნული სოფლის მეურნეობის განადგურება და მეშვიდე, ეროვნულ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საფრთხე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპაქტურად დასახლებულმა უწყებლებმა, რომელსაც უკვე ბინადრობის და მოქალაქეების უფლებას იღებენ, შეიძლება შექმნან პოლიტიკური ძალა და მიიღონ სახელმწიფო არჩევნებში მონაწილეობა და დაამტკიცონ საერთო ხელისუფლება. არის ეს ძალიან მოკლედ წარმოგიდგენთ ეხლა მე ის სქემა, რა სქემითაც ხდება საქართველოში მიწების დასვისად. ეხლა კონკრეტულად ვიგრძნით თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ამის თავაზე მიმართავთ აი მაგალითად წერილი 25 აგვისტოს თარიღდება 2022 წლით. მიმართავთ როგორც საქართველოს პარლამენტის ისე პრემიერ-მინისტრის ისე პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტს საქართველოს პატრიარქს რაუზი ყველას შინაგან საქმეთა მინისტრს სოფლის მოსახლეობა და პასუხი წელს დღევანდელი უკვე ეს მინისტრის პირველი მოადგილე იყო მინოენუხიც ესეც ნაცებრად გადამოყოლილი კადრია ხო რომ თქვენი წევრის პასუხად თუ გაცნობებს სქემას აი სქემას რომელსაც აწევს შიდა ქართლის და მცხეთა-თიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი მამუკა ჩაჩანიძე ნახეთ როგორც თქვენი ცნობილია სახელმწიფო ფონდების ეროვნული საავადმყოფო წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფონდების მსხვილი მარკებს. შესაბამისად მის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა. სახელმწიფო აქტივების პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლებით კერძო სექტორში გადატანა და მათი ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიური ჩარევა, ესე იგი უცხოური მაყურების შემოსვლა ჯიბეში ნიშნავს, რომ ეს დიდი ინვესტიცია შემოვიდა ფორმაშია. ამდენად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფონდების პროაქტიული გაკეთების და ეკონომიკურ ბრუნვაში ეფექტურად მართვის მიზნით საქართველოს ეკონომიკის და გარკვეული განვითარების სამინისტროს ინიციატივით სახელმწიფო ფონდების ეროვნული სააგენტოს მიერ უახლოეს პერიოდში იგეგმება პროექტის 100 ქონება ბიზნეს ინიციატივა. გამოდიან ტელევიზორში ამბობენ.
იცით ინვესტიცია შემოვიდა რაღაცა თქვათ 1 მილიარდი. 1 მილიარდი განაერთებია შემოვიდა ფაბრიკა შენდება, ქარხანა შენდება, რამე კულტურული დაწესებულება. აი ესენი შედება ხალხო. აი ეს არაბული სოფლები შედება, ან ირანული სოფლები შედება. ეს ერთი სურათი არ არის, აქ შეიძლება წარმოგიდგინოთ, ეს ჩვეულებრივად გაფრთხილია პანელები, აი პანელები, შემკვეთი, რამდენ სახზე შედება, როგორ შედება, ეხლა მაგალითად მე ვახსენე სოფელი წინარეთი, რომელიც ყვათახევის მონასტრიდან 1 კილომეტრში მდებარეობს და ის ტერიტორია მაღალანტკოშკებთან რომელთანაც გავყარეთ არაბები 2 წლის წინ, ეხლა აღმოჩნდა, რომ ფარულად ისევ ეკონომიკის სამინისტრო 100%-იანი წინისწრობელი ვინც იყო, ის მოაშორა, ვითომ ესე იგი ჩვენი ზეწოლის შედეგად ეს იყო მაჰმუდ სამი ბოდავი მოჰამედი და ეხლა არის მოჰამედ ალ-საჰაკი 100%-იანი წინისწრობელი. 14 ჰექტარ ნახევარია სოფელი წინარეთიდან დაახლოებით 200 მეტრში. მაღალანტკოშკები, ყვათახევში რომ ვივდივართ, მარცხენა მხარეს წმინდა გიორგის ეკლესია, მაღალანტკოშკები, ყვათახევის მამათა მონასტრიდან 1 კილომეტრში. 14 ჰექტარ ნახევარზე არაბული სოფლის შედება, აი 100%-იანი წინისწრობელია. ეხლა ნახეთ რომ მეკითხები, 100%-იანი წინისწრობელი ეს მოჰამედ ალ-საჰაკი. თავის საკუთრებაა. ეხლა ეს ამ 14 ჰექტარს ხობს პატარ-პატარა ნაკვეთებად და მოყავს თავისი თანამოწმეები, ვიღაც ალბანისა და ეს არის და შვიდ ვამერავი ასეთში ხდება ინდივიდუალური ფინანსირების დაწყება. აი ეს არის რეალობა და ჩვენ თვალს ეწევა ეხლა და ისე როგორც გავიხედეთ ეხლა და დღეს აღმოჩნდა რომ თბილისის ქუჩებში ვარაუდობდი 3 წლის ვამდე კუჩხებს დავეჯახეთ. აღმოჩნდება რომ პერიფერიებშიც უკვე იქნება ეს სიტუაცია, მე როდესაც ტელევიზიით გამოვედი, ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა, ეხლა სულ აღლამას კიდე ახალ ინფორმაციას გეტყვით, თუმცა ეს გაშერებული მქონდა. იუნკერების მემორიალი, კოჭორთა ყვაყმელასთან. იქიდან სადღაც 150 მეტრში არის არაბული სოფელი. და დაბაყმელის მკვიდრი დამიკავშირდნენ, რომ ყველა კარგი მიწა, რაც კი სოფელი დაბაყმელის დაშორდა, ეხლა ის ვიცით როგორი მიწებია, თლიანად უცხოელებს აქვს დაკავებული. ტყის მასივები და ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი ხალხი მელაპარაკა იქ რაღაცა გასვენებადი რაღაც და რო გაიგეს იქიდან გამოვიდნენ დამირეკეს და მაჩვენეს ეს ტერიტორია იმითი. გადავიდეთ და საფახან აგერად თბილისთან იმ იუნკერების მემორიალთან და ყველა აი ეს სიტუაცია თბილისის გარშემო. კიდევ ერთხელ მინდა გავაშვებო რომ ქართლის დედკის ზეგნამდე ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გუბერნიის ციხიდან დაწყებული გაფრთხილია. თუ არ გიჩნდა ვისაც ეჭვია ამაზე რაღაცა, აი ესეთი საიტი ნაკობჩი შეიძლება შეგვიდეს და ნაკობ. ვიცის ნაკეთები ვიყვა ლამისხანის თავზე ზედაველები ვისია. თოლის ფარს ნობილი ისტორიული ადგილი ვისია. 51 ჰექტარი. აბაიანი მუხრანის ველი ვისია. რომ მოვდივართ იქიდან საგესის მხრიდან სოფელ ნურიუს გადასახვევიდან აი მართობის ველი მოიწება ულევარას ველი მარცხენა მხარეს თურქები და ირანელები თლიანად აი დიდი ტერიტორიაზე ლაპარაკი არ არის რაღაცა 2 ჰექტარზე აქ არის 10-ეული და 100-ეული ჰექტარზე და 1000-ეული ჰექტარზე ლაპარაკი როდესაც ჩვენ სასამართლო გქონდა აგრე ჩვენ გუნდი სასამართლო ჩავარდა დაგჭერი თანამედროვე თინა კაფედაზე ჩემი სოფლები არის პირველი რაც შევძლებთ ის იყო რომ სასწრაფოდ ხდებოდა ამ არაბული სოფლის მშენებლობა აი სასწრაფოდ როგორ ვიცი 800 მეტრზე უცბად ბიტონის სახალხოანის ანუ ბრძოლას ყოველთვის აზრი ეს მინდა გითხრათ ჩემო კარტელები ბრძოლას ყოველთვის აზრი ეს ბრძოლა არის სამშობლოსთან და ჩემი ბავშვა ვენაკისთვის ან ჩემი არაფერი არ მიჭირდება მე არანაკლებ პარლამენტარმა არაფერი ჩვენ საქართველოს ხიდია ჩვენ საქართველოს ხიდია ეს იწოდება ამ სიტყვის მამაკაცი მნიშვნელოვანი მე პოეტას ვარერად შეიძლება ამას დავარქვა ეხლა ნახეთ პირველი რაც გავაკეთეთ შევაჩერეთ შენებლობა შევაჩერეთ აი დიდი აქციები სოფლის გამოსული და ასე შემდეგ და სამი სასამართლო ჩატარდა
და ბრძენაშიც მოვიდა ბოლოს. აი პრობლემები, ნახეთ ეს ჩამიანი ხარ. ვინ რომ საიდან და ვინ აი ესენი არიან. ჩვენებრივად ეს უფრო ყოველგვარი ზედმეტი ვინის გარეშე, წინამდებობის გარეშე. ეხლა ამის გარდა ხომოვიდეთ სასამართლო რა, გავაჩერეთ ეს ყველაფერი. თუ მეგობრებო, მე მოგებული კი არა. დავიწყეთ რომ ეს მიწა, რომელიც იყო საძოვარი, დაგვეუბნებინა. ეს ანალოგიურია ყველა რაიონმა გაიგოს ესა. დაგვეუბნებინა სოფლისთვის და წინამდებობას ვიღებთ, ვის დაგვეკითხა სასამართლო გასწრებით. ეკონომიკისთან გრადი განვითარების სამინისტრო და კულების მართვის სააგენტოსთან გვაქვს სასამართლო ამ არაბულ მხარესთან ერთად დამბიძგებია. ესე იგი, ჩემი სახელმწიფო სტრუქტურა, ჩემი მშობლიური სოფლის მოსახლეობას ეუბნება ეხლა. იმათაც მოუყვეთ, ანუ ეკონომიკის სამინისტროსაც პირველ ინსტანციას მოუყვეთ, მეორეც მოუყვეთ, ეხლა დაგჭა უზენაეს. რომ ეს მიწა ვეუბნებით, კაცო, წარვაგინეთ ყველანაირი დოკუმენტი დაწყებული 70-იანი წლების აკარი რუკები. უდიდესი შრომა ჩავდეთ, ეხლა მე აღარ წამოვიდე საბუთები, იმიტომ რომ 2/5 საბუთებია. მთელი საათიო საბუთები, ეს იყო ჯერეთი სოფელი ქვემოჯალა არის ისტორიული სოფელი. და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან სადღაც 1 კილომეტრი ხედავს ყველაფერი. და მეორეც ამ ისტორიული სოფლის ეს ადგილები იყო საცუვარი. ყველა დროში ეს იქნებოდა კომუნისტური ეპოქა, თავისუფალი საქართველო, დღევანდელი საქართველო. შეძლო ესე იგი სოფელს არ ეკითხებოდა მის საცუვარს უკიდით და ეუბნებები თუმეტეს სოფელი გამოჩალა არის ოკუპაციის ზონიდან კილომეტრი ნახევარში და იქით აწვევებდა ხო მავთულქლარდება ხო იყო რამდენიმე შემთხვევა რა პრემიერი ჩამოვიდა ეს სასაკალხელაძე და ისინი მოიტაცეს და ისა ხო გლები ვერ წაიყვანს იმ დროსაც იმ ფასზე შად ის რო გამული მავთულქლარი და იქ ვერ აწვევს ეს მენახილებს როგორი ვარ ყველა დროხად უყურე არა იქ უნდა აწვევს მე და უყურე ფასადოა რა შეწადიეთი ჩვენთან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს შეიძლება ყოველდღე ამ მავთულქლართან ან მოვიდეთ ეს ორი სასამართლო კურიოს თანაგვარ საქმე კურიოსთან ანუ საქართველოს მოსახლეობას ხარჯვე მოკალაკეებს ეუბნება თავისივე სახელმწიფო სტრუქტურა იმის მაგერად მე ხელს მიწოვდე შეიძლება რომ ეს სოფელი რომელიც ამ ოკუპაციის ზონიდან არის იყოს მართლაც მდგრადა და ხელში შეუძლო მოსახლეობა არ წავიდეს აქედან შენაცვლი ყველაფერს აი ეს პროცესი მიდის მთლიანად საქართველოში სამწუხაროდ ჩვენდა ეს პროცესი მიდის სწორედ ამ ეკონომიკის და ღრმადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით კულების მართვის სააგენტოს ხელშეწყობით ეს პროცესი მიდის დასავლეთ სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეს პროცესი მიდის კულტურის სამინისტროს დასავლეთ და ასე შემდეგ ამ პროცესშია ჩართული რეესტრი საჯარო რეესტრი და ასე შემდეგ ეხლა Trebuie să încă aici în Gătitare Patronic. Dacă Galegashvili, ședi Vegubari, Anamemtul Santuharut, ședi Alta Covașvili, România Tatăl. Directorul pe care l-a venit Mașoris, Matliere Pamida, Patronic, Star Javelites, Academicul Sens, Problema, Tagucile, Scarida, am stau bază, Romarcaici, Capsul Miteri, Cerchi de Oriatas, Osta, etc. Ჩვენ გამოაქვეყნეთ წერი არმა გაიგოს ქართული მიწებდა ეს აკადემიკოსები ყველაფერს აწევს ზოგიერთი ეს არის საკუთარ აი აკადემიკოსები აკადემიკოსები და სხვა და მიმართეთ საჯარო რეესტრის სტრუქტურას მაშინ იყო რატიფიკაცია მინისტრი და უთხარით რომ პარლამენტის ხმაზე ვარ გავიტანოთ ამ რუსთაველზე ცირკები რო ტარდება და რაღაც პოლიტიკური ერთმანეთი არ მიიღოს შეიძლება რომ რეესტრის დებულებაში, რეესტრის დებულების 24 მუხლის მესამე ნაწილში შევიდეს პატარა ცვლილება რომ სტატუს შეცვლილი მიწის გაყიდვა უცხოელზე აკრძალული დამთავრდება ყველაფერი ამით. იმიტომ რომ ძირითადი ძაღლის თავი აქ არის დამარხული რომ ეკონომიკის და განვითარების სამინისტრო და ეს კოლების მართვის სააგენტო მიწის კატეგორიას თulis. Პირდაპირ თulis მიწის კატეგორიას სამწლეში ვითომ ინვესტიციის მოსაზრება. სინამდვილეში არავითარი ინვესტიცია არ შემოდის ყველა მიწა რაც გაკიდულია ყველგან არაქართული სოფლების შენობაა დაწყებული.
70% და ისე როგორც არის თბილისში დავინახეთ უცბად დედაქალაქის ქუჩები უცხოელებით არის ავსები ყველაზე დავინახავთ რომ პერიფერიებში უცხოური მოსახლეობა იქნება უცბად არის წარმომართული როგორ იცით მე მინეკავენ ყველა რაიონიდან ახლა მართლა შემსარავს რომ ისეთ ამბებს მიყვებიან მართლა აქ გალდაკონი ცხვარიაშვილია შვები არიან კიდე რომლებმაც მასალებზე ესეთ საბუთები წარმოდგინეს ზუსტად ამ მოდელს ემთხვევა რომ პატარ-პატარა ჯერ ერთი დიდი ნაკვეთი რომელსაც სტატუსი შეუჭრა ამ სამინისტრომ და კოლეგიის მართვის სააგენტომ და შემდგომ ამისა დაყოფა პატარ-პატარა ნაკვეთებად და ეს ნაკვეთების უკვე დამაგრება უცხოელ მოქალაქეებზე რომლებიც ყველაზე გასახლებს წარმოჩინავენ და უკვე წარმოჩენილია ეს სახლები თქვა სოფელ ბაზარეთის თვალსთან ხუთწლოვანი სოფელი ჯურაანი წეროვანი შორი რაბინა წეროვანი ნაკარტარი ნახეთ აი ტრანსიდან რომ მივიდივარ გორისკენ მარცხენა მხარეს გოროვანი წეროვანი ადით და ნახეთ ეს დამშენებლობებით ის აქ ლაპარაკობ ჩვენ აი ტრამპმა და პუტინმა ის დუვიზაცამ რაკეტა გაუშვება და რა თავზე მეგრევა საქართველოს რა დიქტეიზე ლაპარაკობ და რა სისულელებზე ლაპარაკობ ჩვენს გარშემო დედაქალაქის გარშემო კიდევ ერთხელ ვაცადებ 70% მიწები არის გაფრთხილებული ხალხი. ნუ მალავ ამას. მე არავის მტერი არ ვარ. არც პარლამენტარული მინდა, არც ოცნებობი და არც ნაცები მინდა. ჩემი საქართველოს მინდა და აი ეს რომ შევისწავლეთ რეალურად, ხო? აი ეს სიტუაციაა ბატონო. აი მე წავიკითხავ. ეხლა რამდენიმე მონაცემს რომელიც მომატებეს, აი უცხოების მოქალაქეების მიერ უძრავი კონდების მიწა, ბინა, რეგისტრაციის რაოდენობა 2012-2016 წელს და დღეს 10 წლის მერე ეს არის გაასმაგებული, იცოდეთ რა. აქ არის თურქეთი, ერაყი, ირანი, გერმანია, საბერძნეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი და რომელი ქვეყანა არის. ყველა აბსოლუტურად ტურიზმს არის გურამიშვილს რა ჩემს გრიგიო და დიდოფისკი ყველა დიდობის გააკრავო, ხო? აი ზუსტად იგივე სიტუაცია კონსულტანტების საუბრში. და ამას ეს უცხოს კიდევ ერთხელ ვიბეორებ. ჩვენი სახელმწიფო უწყება ეკონომიკის და გრადი განვითარების სამინისტრო და კოლეგიის მართვის სააგენტო. აი ეს არის რომ ვაწყდეთ ხაჭართა ბანდა რა დავაყო მაშინ მითხარით. თქვენ რას და ყوامო რადიკალია ვაჟაოთარაშვილი. არა რადიკალი, ჩემს სამშობლოს ეთება ესა. ჩემ მიწაცას მე დაწყებული ჩემი მშობლიური რაიონიდან, კასპის რაიონიდან შევეჭახე და მე გავეცადე ყველა იმას. აი ხო კიდევ ერთხელ ვაცადე, წოხლიაური როგორი სოფელი საქართველოს რაიონი. ზუსტად იგივე ხდება. პატარ-პატარა მიწის ნაკვეთება დაყოფა გამოდის მოსახლეობა ვერაპოვერ თავს. დაბახრება. რამდენი კილომეტრზე დედაქალაქი, ხო? ყველაზე აღმოჩნდება რომ ეს 240 იმ მოქალაქეები უცხოური სოფელი ხომ მოიწონს რაღაცა მეჩეთის აშენებას, რაღაცა სხვანაირი ინფრასტრუქტურას, სხვა სალოცავს და ასე შემდეგ. ესე არ არის ჩვენ საერთაშორისო კონვენციებზე ხელი მოწერილი საერთაშორისო დონეზე გასულია რა. ეს არის უდიდესი საშიშროება, მე საშიშროებები ვიდრე ჩამოვყავ. ეთნო-რელიგიური საშიშროება. ეს ყველაზე დიდი საშიშროება და თვითონ ეროვნულ სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებად გება. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოსი, ჩვენ ამბობს ერთმანეთს ვეძებილებით ეს პარტია, ვინ წინ არის, ვინ უკან არის, უცხოეთში გახდება, დიფსხედინას მიბრძანებს, ის რას მიბრძანებს. საქართველოს მეცემა თელიდან. რეალობა არის ეს ახალო. რეალობა. ელექტრონული აუციების შესახებ ბრძანება. ეხლა მარტივად წაგიკითხავთ ეს. ქალაქი ქუთაისი ბატონო ყველი მშობლიური ქალაქი შეწევკეცად იცი რაც ხდება ბატონი როინის მეორე სკოლის ქუთაისში ზუგდიდი მეტად იმასებია გეკრეს და იმას აღარ ჩამოგიდგა ლანჩხუთი ბორჯომი ნუ პასვი თქვი სამტრედია ხონი ალკა ახალქალაქი სოფელი კანცახში ზესტაფონი სოფელი მეორე შვილი ახალქალაქი სამტრედია ხოთი ოზურგეთი
ლანჩხუთი ახალქალაქის სოფელი აფნიაში აბაშა ძველი აბაშა ლანჩხუთი სოფელი ჯურუყვეთი ახალქალაქის სოფელი გოგაშენი დმანისი სოფელი დიდი დმანისი ახალქალაქის სოფელი რომატურე თურცხი ახალქალაქის სოფელი ვაჩიანი ქობულეთი დაბაჩახვი აბაშა სოფელი ქორობანი დუშეთი სოფელი ჩინთი ხობი სოფელი ხამისქუდში ხელვაჩაური სოფელი ყოროლისთავი ლანჩხუთი სოფელი გვიანბლაური თელავი სალტუბო სოფელი გვიშტიპი ქალაქი ბაღდადი ზუგდიდი სოფელი ჩხორიაში ზუგდიდი სოფელი ნაცულუკუში ხობი ჩხოროწყუ სოფელი ტყინწყში თელავი სამწუხაროდ 2011 წლიდან 12-13 წელში გაგრძელს მთლიანად გაიყიდა ამ 3 წელიწადში კახეთის ყველაზე შემოსავლიანი მინები და აი ამ მიწების გაფიცვასთან დაკავშირებით ამ მინისტრის მოადგილის ხელმოწერით ჩვენთან დოკუმენტი არ მოსულა. აქ ძირითადად ხელმოწერებს აკეთებს კაბატონი ჩაჩანიძე და დუგლაძე ქარელის მაჟორიტარის ძმა აი ეს ხალხია და მამუკა ჩაჩანიძე აი ეს ხალხია რომლებიც უშუალოდ ვიცის გაკითხვის გასხვისების პროცესს ხელმძღვანელობენ. ეხლა იმას რა დანაშაული წარმოქმნეს და როგორ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეკითხვაზე და ბუნებრივია რომ ჩართული იქნებოდა და მე თქვი ერთ-ერთ გადაცემაში რომ არ შეიძლება მინისტრის მოადგილის დააბრალო ეს ამხელა პროცესი მიწების გაკითხვისა და ხელი შეახოცო როგორც წესი ახალი საფიარო წესი აკეთებენ, რადგანაც ეს არის მთელი სამინისტრო იმას აპარატი აქვს იქ მინისტრია, იქ უშიშროება, იქ სხვადასხვა სტრუქტურებია, საზედამხედველო ისე რომ აქ ძალიან რთული პროცესი აქ თვითონ მე ვფიქრობ რომ ეს არის სახელმწიფო სტრუქტურიდან თავისი ელის ღალატი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ მივმართეთ ამის თაობაზე გათი გრიგოძეს გამოსავალი, გავბეჭდეთ გაზეთში, რომ ეს არის საქართველოს რესპუბლიკა, ეს არის გაზეთი რეზონანსი. სადაც მივუთითეთ გამოსავალი როგორ უნდა მოქცეულიყო. მაგრამ დღემდე ეს არის დათარიღებულია 2022 წლის 5 სექტემბრის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკამ დაბეჭდა უკვე 6 სექტემბერს იგივე წერილი, იგივე აკადემიკოსების და პროფესორების ხელმოწერით ჩვენი მიმართვა, მაგრამ დღემდე ამაზე არავითარი რეაგირება არ ყოფილა. დღემდე ჭალებში წარმატებით გრძელდება ქართული მიწების გაკითხვა. აქედან დასკვნა მე მიმაჩნია როგორც ქართული წერას როგორც პროფესორს რომ ჩვენ ხალხს განკითული ხელისუფლება ჩვენი მიწაწმის. არის რეალი. ეხლა ვის მოსწონს ხოცი და ვის მოსწონს ნაცი და სწორედ თქვენ მიაცეთ მომწონს აცმეულებს. მე ფაქტს გეუბნები, და ყველა საბუთი აგერ მილაგია. ყველა საბუთი რეალურად აქ მილაგია. თან ეს არის საბუთების ნაწილი. ჩვენ ერთი სიკვდილი გავათავებთ ამ სასამართლოზე, პატარა ამბავი არ არის ეს იცით ეხლა. პირველი ინსტანცია თუ მეორე ინსტანცია თუ სხვა ინსტანციები და მისვლა, მოსვლა, მე და ასევე მადლობა უთხრა ჩვენ ადვოკატ ზაზარ მარტოშვილს, რომელმაც შეუდარებლად მაღალ დონეზე და ერთგულად ჩაგვიტარა ეს სასამართლოები და მაღალი იურიდიული პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი აჩვენა და კიდევ ერთხელ ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ კასპის ერთი თუ საქართველოს ერთი პატარა სოფლის მოსახლეობა ხო ჩვენ ვიმართეთ იმასაც რა ქვია პრემიერ-მინისტრს
საქართველოს ეკონომიკის სამშობლო გავა სასამართლოზე სიცხვილე არის მივზივარ და სოფლის პროვინციას მოსახლეობა თქვა მე დინაგაფელდა ჩემი მაბობა იქ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ქონების მართვის სააგენტო და რეესტრი საკითხი ეს იმასთან ერთად ეს არაბული მისი დაგვია ადვოკატი ანუ აი ასეთ კურიოზთან გვაქვს საქმე ესე იგი უცხოელები და ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურას ერთად ვეუბნებით და უმხიცეთ რომ ხალხო ეს არის ჩვენი სოფლის ეს არის ისტორიული საზღვარი ასე შემდეგ და არ შეიძლება ამით რა თქმა უნდა ჩვენი იურიდიული ნორმებით ის რომ ვეუბნებ რომ ინვესტიცია ხო ჩვენ ვეუბნებით რომ რა ინვესტიცია ეს არის ინვესტიცია სადაც ჩვენ არაბულ სოფელს მიშენებ ამ სახლები ეს არის ინვესტიცია, ეს ჭირდება, ეს $78,000 საქართველოს ბიუჯეტს ეხლა მეორე კურიოზს გეჭირს. ეხლა ეს არაბები ერთმანეთში დაუბრუნდნენ. რუსთავში არის სასამართლო შემთხვევით გავიგე. ალთოვერდი, ალ-ბახტადი და არმარ ჰუსეინი ეს ორი დაჯგუფება. ომოს ჩვენ ვიცით, არაბი დაპირვართ ეხლა ჩართულები რა და გავეცინათ კაცო. ქვემოშალის ვიცებზე დაობენ, რომელზეც ხატალაა დადებული ჩვენს მიერ, რომ ესე უგნება და თან ხეცია ლაპარაკი, იცი? მილიონებზეა ლაპარაკი და საწავედა ეს მილიონები. რომელი სტრუქტურები არიან ჩართულები? ის ეუბნება, რომ მე რომ დავხარჯე $350,000 სად არის? ვიცაზე გადახდენებს თუ $78,000. მეორე ეუბნება, რომ $257,000 რო ჩემია ჩადებული აქვს. საწავედა ისე არის უბრალოდ კითხვა ისმის რა გაგიჩნდება თავში კრიმინალური შეკითხვა რომ ეს არაბები ერთმანეთს გედავდნენ ჩვენ მიწებზე მაგრამ ესე იგი ამბობენ რომ მე ამდენი ჩავდე იმდენი ჩავდე საჩავდე ჩინაუჩინები ჯიბეში ვიცი გახარეს აი ეს არის კურიოზი რუსთავის სასამართლოში მიდის ეს საქმე ანუ ჩვენ შემთხვევით გავიგეთ და ამოწიეს და აი როცა გაკითხოთ გაგეცილება სიმწრი ჩვენ ქართულ მიწაზე და როდესაც ტერიტორია სადაც წელი კასპიის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემოჭალა აბა 11 ჰექტარი ჩვენ მიზანი არ არის პოლიტიკური განსადებები და ერთი განსადება მინდა გავაკეთო კიდე ამ სოფელთან დაკავშირებით ჩვენ ამას წინათ ერთი კვირის წინ მივმართეთ როგორც ბეუგეშიოს მოსახლეს ჩვენსას ეკლესიის ასევე გორის და ატენის მიტროპოლიტს მაღალყურადოსაფლელოს მეუღლე ანდრია გვასავას და მეუღლე შიოსაც იგივე წერილით სოფლის მოსახლეობის ხელმოწერა არის წინ წამოვიდე 500 დედიკაცია თუ 603 კაცი წერს და მინდა ესეც იცოდე თქვენ მაღალყურადოსაფლელოს მოგმართავთ მომჩილესი თომი რომ გვიშვამთ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მოღვლის თანახმად სახელმწიფოს დაუბრუნდეს მოქალაქე ერეკლე კუხიანიძის მიერ თაღლითური გზით ჩადებული უნიკალური ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი კომპლექსი. ამილახრების ციხე-კოშკები, გალავანი, ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია, ამილახრების სასახლე და სხვა. რომელსაც 2006 წლის 7 ნოემბრიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ბრძანება 30.02.06 სამი დრო 513 და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის უმაღლესი კატეგორია. ბრძანება 665.07.11. გივი ამილახრის ზემოთ აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არამარტო სოფელ ქვემოჭალის, არამედ სრულიად საქართველოს მშვენება და ჩვენი ერის სამაყო ცოცხალი ისტორიის უთვლი მოწმე და არქიტექტურული სახელოვნებო შედევრია. ამასთან მოგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძე ასეთივე თაღლითური გზით 1999 წელს ხელში ჩაიგდო ისტორიული არქიტექტურული ძეგლი გენერალ ივანე ამილახრის სასახლე ქალაქ გორში სამეფო ქუჩაზე, საიდანაც გამოყენეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი და მაშინვე $100,000 გავიდა და დღეს იქ ბანკი და აფთიაქია და შესაბამისად ეს შენობა ამოგებულია კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან. არ შეგატყობთ მეუღლე, მაგრამ სამხარეო პროკურატურა, რომელსაც გადავეცით
300 გვერდზე მეტი მასალა 10 წელია იძიებს ამ საქმეს და დღემდე საშველი ვერ დააყენა სამართლიანობის აღდგენას. ჩვენი სოფელ ქვემოჯარის მცხოვრებლები 2001 წლიდან ვივთით ამ ისტორიულ არქიტექტურული ძეგლის გადაგზარდებას, რომელიც გაყიდვის მცდელობა ორჯერ ირანელებზე, ერთხელ ინდოელებზე, რამდენჯერმე ჰქონდა თაღლით ელექტრო მოხიანიძესაც, რომელმა დიდი მცდელობით და ჯამით შეაჩერა და აღკვეთა. მეუღლე გვაქვს თქვენი აქტიური მხარდაჭერის გულისხმები და როცა კურთხევის იმედი. კრძალით და ქრისტეს მიერ სიყვარული სოფელ ქვემოჯარის მოსახლეობა. აი ეს მოწერეთ. აი ამაშია საქმე, ესეც მინდა იცოდეთ, რომ ხადაგა გაუვიდა ამ წელს იმას, ხადაგა დავადებინეთ პროკურატურას და გაუვიდა შვიდში და გუშინვე უკვე ვინაცა ევგენია ლუხაძე ამ მონაწილეს აკეთებს, თუ ევგენი ლუხაძე და ანუ გასაგებად და ჩვენ 10 წელია ვომობთ ამაზე და დღეს უკვე უცხოელები იმდენი არიან, აღარ გაუჭირდება ვერაც მოყვანა და მესამეზე გადაიღო. აი ეს მინდა იცოდეთ მეცნიერებათა აკადემიაში, რომ გივი ამედახოსეული უნიკალური ისტორიული არქიტექტურული ძეგლი თავად. სადაც არაერთი ფილმია გადაღებული, ხო? სადაც დავანებული იყო, დასვენებული იყო ანჩის ხალხი. პირი ღვთისა, რომელიც 1965 წელს რო შემოაბრძანეს საქართველოში, ხო? იგულოს ამედახვარი იყო მაშინ ღვთისა და ცოტა ხანი დაასვენეს, ცოტა ხანი და 1-5 წელი იყო დასვენებული, აბრძანებული ამ ღვთისმშობლის ბიზნესის საკუთრივ ტაძარში. რომელიც რაღაც ობიექტი ნომერი და აღნიშნულია დღეს და ეს გასაგებია. აი ამ კურიოზებს არ აქვს საკითხი. საქართველოში დღეს 300,000-ზე მეტი იქნება უცხოელი შემოსული. 300,000-ზე მეტი და ახლა ვერ გეკითხეთ 310, 320. ყოველ შემთხვევაში 300,000-ზე მეტი არის. აი რო გადავიანგარიშოთ ეხლა ორ მაგალითს გეტყვით, სოფელი ქვემოჯარის პატარგვეობა 134 სახლზე გადავამრავო თითო ჩვენ შევედით საუდის არაბეთის საერთზე მინიმუმ 8 სულიანი ოჯახებია. მე წაგიკითხავ ეს ყველას ყავს ეხლა არ მარაბული პარები ჩაბოდა გადავამრავო 134 რუაზე ხო? რამხელა იმას ვეგულობ ეხლა წინარეში რამხელა იმას ვეგულობ 114 ჰექტარ ნახევარზე და დაბახმელა კედარი ავიდეთ რამხელა სოფელი. მოგესალმებით ჯერჯერობით. თავზარდამცემია ის სტატისტიკა, რომელიც მართლა ვაჟამ წარმოადგინა. მე მხოლოდ ბატონი ელიზბარის შეკითხვიდან გამომდინარე უპასუხებას მე მაქვს მასალები ბატონი ელიზბარ, ეს არის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ამოღებული მასალები და ეს სწორედ ამ ვიზით მოვედი დღეს თქვენის ნევროლოგ მე ეს უნდა მეთქვა დღეს მე პირველ რიგში და ბატონ ვაჟას სასამართლო პროცესზე მოგებული გამარჯვება პოლიტიკური როცოდე საქართველოს გამარჯვება გომარეობა არის თავზარდამცემი პირდაპირ ვამბობ როგორც ისტორიკოსი რომ ზუსტად შექმნილია ქვეყანაში ის მდგომარეობა როგორც 1659 წლის მარტივი საჩაყრების წინ როდესაც მთელ კახეთში მოეძინები ხიოდნენ და შაჰ-აბასის მიერ და მისი მემკვიდრეების მიერ ჩამოსახლებულმა უცხოთომელებმა ფაქტობრივად შეცვალეს კლიანად აღმოსავლეთ საქართველოს ეთნიკური რუკა. მდგომარეობა არის ბატონ ელიზბარ ასეთი. ესე იგი 2012 წლიდან საქართველოში უცხოელი მიგრანტების რიცხვი იმატებს და დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ცხოვრობს 834,000 უცხოელი მიგრანტი. მოქალაქეა. გექით ახლა პროგრამას ყველაფერში. 834,000 კაციდან 2023 წლის მდგომარეობით 213,000 კაცს ჰქონდა საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება. 213,000 კაცს ჩვენ აუცილებლად უნდა დავუმატოთ 2024-25 წლებში ამ რიცხვის ზრდის შედეგად კიდევ მიღებული ახალი სტატისტიკური მონაცემი, რომლის თანახმადაც საერთო ჯამში დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს 293,000 უცხოელს. ანუ 2023 წლის შემდეგ 80,000 კაცი არის მომატებული ეს რაოდენობა. ეს 293,000 კაცი ძვირფასო მეგობრებო არის ის რაოდენობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დღეს დავითაღმაშენებელი
დამაჩენებელი და გიორგი მწყიმალი რომ მოვიდეს ერთად ხელისუფლების სათავეში ვერ გააყენებს იურიდიული სტატუსი უჭირავს ხელში ბინადრობის უფლება აქვს ვერ გაყარი ამ ხალხს მე ძალიან ცუდი საუბარი გამოვიდეს ახლა და ძალიან კარგად ვიცი სადაც ვზივარ და ესე აქ არ უნდა მეკოლებდე გავყაროთ და გამოვყაროთ მაგრამ 293,000 კაცი ეს არის მოცემულობა რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის უფლება ბატონებო ჩვენ საქართველოს სამმა მე პირდაპირ ვაცხადებ საქართველოს სამმა პრეზიდენტმა მოვალე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებით უცხოელისთვის უფლების საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ამ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში 86,000 კაცს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობას სამმა. პირდაპირ ვაცხადებ, ამაში აღებულია მილიარდები, ფული აღებულია ამაში. ესე იგი 86,000 კაცს პატრონო ვაჟარო თქვა რომ 25,000 კაცს ერთში მიანიჭა სამმა დაახლოებით დროის და ამას ემატება კიდე ესე იგი დაახლოებით 60,000 კაცი რაც მარგველაშვილმა და სალომე დაამატა ზურაბიშვილმა ესე იგი ეს საქართველოში ეს სტატისტიკის დეპარტამენტიდან ეს არ არის ჩემი ციფრები და რაღაც სიზმარი არ მინახავს ბოდიში აღგავისთვის დღეს უცხოელები საქართველოში საუბარია ძირითადად ირანულ, არაბულ და ინდუსურ ეთნიკურ ჯგუფებზე და თურქულ ჯგუფებზე. ისინი ფლობენ საქართველოში 170,000 ბინას. ამას ემატება რაიონებში ნაკიდი, მათ მიერ ნაკიდი 32,000 კერძო სახლი. საერთო ჯამში თუ შეიძლება ასე ითქვას ბინადი ფონდი, რომელსაც ისინი აკონტროლებენ და ფლობენ როგორც კერძო მოსამართლეები 240,000 აღწევს. ეხლა მე თქვენ წაგიკითხავთ ახალ მონაცემებს, თავგადაცემს, უფრო უარეს. საქართველოში დაახლოებით რაც მოვიწიე, დაახლოებით 70 არაბული დეველოპერული კომპანია, ფირმა მოქმედებს, რომელთაგან 60 ფირმას კოლოსალური ოდენობის მიწები აქვს შეძენილი. მაგალითად არსებობს ასეთი არაბული კორპორაცია იორკ ჰოლდინგ გრუპი, რომელშიც ერთი და იმავე კაცის მიერ დაარსებულია 6 შვილობილი არაბული კომპანია და მისი მფლობელია ეთნიკური არაბი გამალ აბდელგანი. მან საქართველოში მარტო ამ ერთ კაცმა საქართველოში შეიძინა 2,400 ერთეული ბინა და 128 ჰექტარი მიწა წილკანში, წეროში, ცხეთაში, ბუხაწყაროში, უხრანში, ბაწალეთში. გარდა ამისა, საქართველოში კიდევ არსებობს 60 არაბული კომპანია, რომლებიც აი ამ აბდელგანზე, გამალ აბდელგანზე უბრალოდ მიწებს ფლობენ და საერთო ჯამში ყველაზე უფრო რაღაც ისეთი დამაიმედებელი თუ ჩვენ რაიმეს იმედი შეიძლება ვყავდეს უთისხეთის გარდა საქართველოში 60 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწაზე მხოლოდ არაბული კომპანიებია გამყიდული და ეს 60 ესე იგი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა ეს არის მათი საკუთრება. ესე იგი აქ კიდე მე მაქვს თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩინეთის სახელმწიფო რომელიც თითოეულ მოქალაქეზე 50,000 ამერიკულ დოლარს გასცემდა შემთხვევაში ჩინელი უცხოეთში წავიდა და დასახლებოდა დღეს ეს რიცხვი თამას ასია 75,000 დოლარზე. ესე იგი საქართველოში უცხოეთს რომელსაც აქვს 150,000 დოლარის ქონება საქართველოს ხელისუფლება აძლევს მუდმივ ბინადრობის უფლებას. ანუ ძველი და ქმარი ჩინელები რო წამოვიდნენ ჩინეთიდან პეკინიდან საქართველოში და ჩინეთის ხელისუფლება მათ ავტომატურად აძლევს 75,000 ამერიკულ დოლარს, ანუ ჯამში 150,000 ამერიკულ დოლარს, ამ 150,000 ამერიკულ დოლარს ისინი ავტომატურად საქართველოში ყიდულობენ კერძო საკუთრებას და ღებულობენ ბინადრობის უფლებას. აი ასეთი უმძიმესი მდგომარეობაა ბატონო ელისმა, ბატონო როი, ბატონო რაბას და ჩემო ჯგუფასო მეგობრებო,
ვიცი ამას რა ეშველება, მე ვარ შეზრუნებული, მე ვარ გაუგრებული პირდაპირ გეუბნები, მართლა ჩვენ ქვეყანა თავზე მეგრევა. ამ უკვე არ არის საუბარი იმაზე, ვის რომელი პარტია და ვის რომელი ესე იგი ხოჩი მოსწონს ამ პარტიაში, ქვეყანალი გადასარჩენი და მე ვფიქრობ, რომ თელ საქართველოში გავგეშის აეროპორტი დასაწყისებელი თორე უახლოეს 5 წელიწადში მეყავდა რომ ეთერში მეთქვა მის შესახებ საქართველოში დაიწყება ზუსტად ის პროცესი რაც ხდება თეორიულად შვედეთში, როდესაც 7-6 საათის შემდეგ ფაქტობრივად ადგილობრივი ავტოქტონი თეთრკანიანი მოსახლეობა ქუჩაში გამოდის და არაბები, ავღანელები, პაკისტანელები პირდაპირ გეუბნებით რომ საშინელ ტემოს და აქცია და ეს სიტყვები არ იქა გამართებულ აუდიტორიაში ამის შესახებ ვისაუბროთ. ასე რომ მდგომარეობა არის საგანგაშო, მდგომარეობა არის აი როგორც რომაული გამართა ჰანიბალ ანტეპორტას, ჰანიბალი კანიბჭისთანა. თუ მთელი საქართველო პრესიად დადგა, მე გეუბნები რომ ჩვენ არ ჩერდები კი არა, ყველაფერი უკვე დამჭირდა რა. აი ეს არის მე ვფიქრობ ნომერ პირველი პრობლემა, ეს არის პრობლემა რომელიც ეხება ყველას და ეს არის აქლების, სიკვდილის აქლები, რომელსაც უკვე საქართველოს ალაგების ჭიშკართან დაიჭრება და ამას ჭირდება შევება. დიდი მადლობა. გარდა იმისა, რომ თქვენ დიდი ნაკვეთი შეიძლება იყიდოთ და დაანაწილოთ ეს ნაკვეთი, მე ხდება განშენიერების გეგმის შექმნა. არავის არ აკეთება ამ ნაკვეთზე ააშენოს 100 სახლი, არავის არ აკეთება ააშენოს 500 სახლი. თუ განშენიერების გეგმა არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა, იქ სახლის აშენება არავის არ შეუძლია. ეს როგორ რეგულირდება აი ამ ვითარებით, იმიტომ რომ მე ვიცი ფაქტები მაგალითად წალკიში რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ ქაფას არ მტკიცებენ ბეჭდის ნაკვეთს, სანამ განაშენიერების გეგმა არ არის და ამაზე არის უკიდე ერთი ამბავი. აი ეს ამერსელი ეს ნაკვეთები განახედა, ვინ გააკეთა განაშენიერების გეგმა ამ რეგიონში. ამ 11 ჰექტარზე არის მანერი კარგული თავისი განაშენიერების გეგმა. ეს ამ მანერიდან არის სურალი გადადებული. ამას ვინ ამტკიცებს და მერი ამტკიცებს გუბერნატორის, ადგილობრივი მერია გუბერნატორის და ქონების მართვის სააგენტოს წერილი საფუძველზე. აი ესენი არის დამნაშავეები. Pero vamos, bicha, bicha que ahora განაშენიერების გეგმა არ დაამტკიცა და ვერ ეკონომიკის სამინისტროა ვინც ააგებო ბიცა რატომ უნდა გაიგო ბიცა მოშორებს რა უნდა სობრების საფრთხე ბიცა ქონების მართვის სააგენტო ინდივიდუალური განაშენებლობის მახსოვას აძლევს ამ ხალხს. იქ წერილი როა პირველი წერილი რით იწყება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეკითხება გუბერნატორს წერს ეკონომიკის სამინისტრო. გამიგი აი ამ ტერიტორიაზე სადღაც თქვა კასპიის რაიონის სოფელ ქვემოჭალის მდინარე ლეპურის ნაპირზე აი 11 ჰექტარზე რამე ყვა შედება ახალი ცეკათა თქვა. არა არაფერი არ შედება. ეს წერს არაფერი ინფრასტრუქტურული საკანონმდებლო. ის სამდღეში სტატუსი სამსახურს გააქვს ელექტრონულ აუქციონზე. ელექტრონულ აუქციონზე ვინც მოიგებს იმას აძლევს რეკომენდაციას მინდორზე. შენა გააშენეს და მე აძლევს თანხმობას ასევე წერილი. ეს მინისტრის მოადგილეები და ჩამოყალიბდა. აი ეს არის რომ ააშენეს რაც გინდა. ყოფენ ესენი ამ ნაკვეთებს 6-7 მიაზრდება და ინდივიდუალური განაშენებლობის გეგმით აი ამ პროექტები მიდიან გამგეობაში. გამგეობას ზემოდან აქ წერილი მიეცინება თქვა. აი ეს თავის ინიციატივით კი არ აძლევს ის. Also, ერთი სქემა მეთქი, გეოგრაფიული ხაჩაურის სქემა, ხაჩაური ბანდა, მეტი სათავეში კაკროს მიწად გამჭირდება. ის თავის ნებით კი არ აშენებს. უფრო მეტი, იცის ყველა სტრუქტურა, მათ შორის დაცვის პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივ მოსახლეობამ ხელი არ შეუშალოს ამ მოვლენას. ჩვენ წინარეში აგერ აქციის მონაწილეები არიან, ახლა ის დამჭირდა პოლიციის ხელი კადრები და ისინი იყო. ეს არ არის დიდი ბრძოლებია და ყველა მარად გაიგო სწორება თვითონ და სულიერ საქართველოს დაგა მეცე ეს არაფერი არ არის ეხლა ჩვენი ორი სოფელი თქვა წინარაში და ქვემოჭალა გადავარჩინეთ ხო ეხლა აღმოჩნდა რომ
ის სინარეხი ხო ჩვენჩუმად იგივე ეკონომიკის სამინისტრო 100%-ის პრობლემი გახადა მოჰამედ ალ-საჰარი ხო მოჰამედ ალი იმას ჩამოა ახლა დანიშნულობა ხო ისიც არაფერი ისიც არაფერი არაფერი თავარი საერთოდ არ არის ეს არის სისტემა აი ქართული რომ იყოს ინვესტორი ჭირდება საქართველოს ამდენი ახალი სოფელი ჭირდება არ ჭირდება სოფლები არის დაცლილი გვერდზე არა სადოვარი ვიცი მე ეთნოგრაფია და დავდივა და ყველგანში რა ხდება არ ჭირდება საქართველოს არანაირი ახალი სოფელი აი აქედან უნდა დავიწყოთ პირდაპირ ბრძოლა რომ ესე იგი აიგზავნოს თუ ის ადამიანი აშენებს რაღაც ფაბრიკას რაღაცა დიდ საწარმოოდ კი ბატონო მაშინ მისცემ რომ ინვესტიცია ჩადო ახალი სოფელი როგორც აგარაკი ანუ ცხოვრების საცხოვრებელი საქართველოს არ ჭირდება აი ეს უნდა დაერქვა საკულტურად სხვანაირად ჩვენ თუ დავიწყებთ ბრძოლას არაბების წინააღმდეგ ფაშისტებას გამოგვაცხადებენ და რა ვიცი რათა გაგვაბრალებენ არ ჭირდება საქართველოს ახალი სოფლები ეს არის სოფლის მიწები სოფლებს გაუქმეს თვითმმართველობები სპეციალურად დარჩა ეს მიწები ჰაერში იურიდიულად მესარიო ბოჭორიშვილი იურისტია რადობად და გადაიტანეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსი ეს არის პოლიტიკა მიზან მიმართული სოფლის მიწებია სოფლის საკუთრება არის ეს სოფლებს გაუქმეს თვითმმართველობა თვითმმართველობის კანონში ჩაწერეს რომ ერთ-ერთეულ სოფელს არ შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობა და გადაიტანეს მუნიციპალიტეტზე ეს თვითმმართველობის უფლება გაიგეთ რა შეასაბამება ეს არის სამართლებრივი საფუძველი საიდანაც დაიწყეს შემზადება ამ მიწების რომ გაყიდონ უცხოელებს და ამაზე უნდა შევიტანო პროკურატურაში მე მაგალითად ვიმუშავებ რომ პროკურატურაში შევიტანო განცხადებათა იმას კიდევ მიხოლა უნდა და თუ ვინმე იქნება ხარდაჭერი კი ბატონო მიტანახება არის ხალხი რომელიც კუჩაში სტატის და ტრებად რომ ვეიცენ საქართველოს ტრებიანი და ჩვენ ნულურებ რაღაცებს ჩვენ უნდა დავუცოთ ჩვენი სამშობლო და ვერავინ მასწავლის სამშობლოს სიყვარულს და დაწვა ამიტომ უნდა გავაკეთოთ ისე ვიმოქმედოთ რომ ხალხი იყო ახალი სოფელი არ მიდება მოდა დავიწყოთ შევიტანოთ პრემიერ-მინისტრს ჩვენ მოსკოვს აკადემიის მოსკოვს გავაკეთოთ ახალი სოფლის მიწის დაკითხვა საერთოდ არის ჩვენთან საქართველოში აფხაზებს კანონი რომ აფხაზური მიწა უცხოელზე არ ეყიდება არ შეიძლება ეს ჩვენთან ლებარობა უნდა მოვიქცოთ სხვაას არაფერი არ შეიძლება სხვა საერთოდ ერთი რამე მიუღეს 800,000 ახსენეთ ქვეყნებმა სამოცებითი პიროვნები არ კიდევ უფრო მეტია შემოსული მოსახლეობის საერთო რაოდენობა მოიზრდება ეს არ მეპარება გაიზარდა მაგრამ ფაქტიურად არ იზრდება იმიტომ წასულები არიან ქართველები აკეთა უფრო მეტი ვიდრე შემოსულია და ამიტომ არ იზრდება მოსახლეობის საერთო რაოდენობა ну მე ვფიქრობ კანონმდებლობაში უნდა ის დავაკეთოთ ალბათ საერთოდ რომ შეიტანოს სულება რომ უცხოელზე არ შეიძლება მიწის დაკითხვა არც ერთობილმა უნდა გაკითხოს თავის პრობლემას ერთობილს არც ვეც პრობლემებს ამათ ვარ გადაწყვეტს თვითონ საერთოდ ძველი სოფლები გადიჭერა თავისი მიწით კონსტიტუციაში ბოლო ცვლილებები შევიდა 2017 წელს. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე გახდა რომანელი პრემიერ-მინისტრი ბატონი რალი გურბაჩოვი. ეს ჩაიწერა სამედროვე ასეთი ბატონმა რომ უცხოელებზე მიწის გაგივა არ შეიძლება განსაკუთრებული შემთხვევების გარდა და ეს განსაკუთრებული შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო მაგალითად ანატოლიაში პორტი შედება და იქ პორტის ტერიტორიაზე მოხდა ეს ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო კატეგორიისა
ინდივიდუალ კატეგორიაში შეიცვალოს და სპორტი აშენდეს. ამაში გულისხმობდა განსაკუთრებული შემთხვევები. კიდევ ორი მანული მოყვება ამ მუხლის განმარტებას და საბარადია რომ კატეგორია არ უნდა შეიცვალოს თუ ირღვევა კონსტიტუციის 19 მუხლით ირღვევა ის ორი პარტიის კანონების დარღვევით და კონსტიტუციის დარღვევით ხდება ის რაც ბატონმა ვაჟამ მოახსენა. ოღონდ ხდება რომ ქალბატონმა ბრძანა ძალიან სწორად. ამ პრობლემას ორი ურჩხულს ორი თავი გააჩნია. სულ იმ სოფლის მაცხოვრებელმა ამ თბილისში იყიდოს ის საზოგადოებები ესეც დანაშაულია, იმიტომ რომ შენ სოფელს საჭმელს აკეთებ. შენ კლავს სოფელს და ამას კიდევ დაემატა რომ საზოგადოება წაართვა არაფრონი კიდე ის მეორე სოფელს აგიშენებს რომელიც დაამთავრებს ამ სოფლის არსებობას აიღებს. ცერეთ გადაცემაში მოგვი შემდეგი 500 წლის წინ სამი გეოგრაფიული ადგილია საქართველოში. ერთი არის აფხაზეთში ზიბის ხეობის უკიდურესი წერტილი, მეორე არის დუალეთი და შემდეგ ჯავა და მესამე არის სამგილოს ვეზაკი, იქ სოფელი ფიფილეთი იყო. ჩარნას ჩარკი და ჩარკი აზერბაიჯანელი. რამდენი ოჯახი დასახლდა 500 წლის წინ სხუში დუალეთში დაიწყო იგი პროცესი და შემდეგ საავადმყოფო დუალეთი გადავიდა ჯავაში უკვე მე-16 საუკუნეში და ახეთში მაშინ ჰერეთს გახტამებს ეკონომიკა და გახტამებს ლევანმა რამდენიმე ლექის ოჯახი ჩამოსახლდა და ფუში ინული ჩამოყარა მისთვის. აი ამ პროცესსაც კი რამდენიმე ოჯახს დაჭირდა 200-300 წელი რომ იქ დაწყებულიყო ბატი უბრალობა და ფეოდალების დაკავება და შენ უკვე მთის წინა ბარში ჩამოსახლება და 200-300 წელიწადში დაგომართა დღეს რომ აფხაზეთი და ჰერეთი იგივე საინგილო და იგივე ქართლის მთიანი საქართველო აღარა. ეს გრძელდებოდა 500 წელი. ის რაც დღეს ხდება 500 და 300 წელი კი არა. ბატონმა დიდად სწავლაგნიშნა 5 წელიწადში 20 წელიწადში საქართველო აღარ არსებობს. ჩვენ ქართველები დავშევიდა რეზერვაციაში ინდიელები და ისინი დახოცავენ და საკუთარ სახელებიდან გამოყარენ ჩვენ. ბატონია ეს კომპანიები, ეს ბიზნესმენები ეს არის მეცაცხლების მიერ შედგენილი კომპანიები, აქ დივერსანტების სახელებია და რაც მოხდა ირანში, თორმეტი წლის განმავლობაში უცებრო თავი მოუკვეთეს ირანის სამხედრო ხელისუფლებამ. ასე მოუკვეთეს თავს. ნაცისტებსაც და ოცნებასაც თავისი პრეზიდენტის კანდიდატებიანად უყურებს. ჩვენ საქართველოს კონტექსტში დავამყაროთ არსებობას. ჩვენი თხოვნა ეხლა კომიტეტი ოფიციალი ამ თავრობაში მუშაობა და ვიცი როგორი განწყობა. იმათ ადიცია საქართველოს ისტორია. ციგნები დაგებული არა. მე ვარ ბაზილი პავლინგოს პასიგინებზე. რომელსაც 44-ში სოფუჩინო გიორგი მეჩულება უწევს. შემდეგ დაფავკაგებს აფხაზეთის დამთავრებით. იგივე მოხდება ეხლაც. ამ თავრობაში თქო არ გააჩნია ყველა თვითონ ბევრთან მეგობრო ბევრი ეს იმოკლასე იყო წარმოუდგენელი არ არის აკეთებს რა მოგვიძებენ წარმოუდგენელი არ არის საკუთარი გვერდები რა ინვესტიცია ეს ინვესტიცია ესეთი ნაკიდებიანი და კუთვნილოვანი სოფლები რა ამიტომ ჩვენ თვითონ ასეთი ნებათა პოზიციის მოგიხდეს სოფლად ბოლო იმედი თქვენ გაგზავნებით ეს ნამდვილი ქართველები ვინც სახელმწიფოს მართლაც იცით და ვინც იცით ყველაფერი აჩერება რომ ქართველებმა გასწორდეს ალბათ ბოლო თავგზავნებით ვისაც შეიძლება ცოტა ფექტით როგორც თავობის ორივე გასულების და ქართველი ხალხის წინაშე რომ ელემენტარულად მიმართეთ ბევრი მომისმენს მიმართეთ ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართეთ ოპოზიციასთან მიმართეთ ქართულ ხალხთან სასწრაფოდ აფიქსირებს ყველაფერი აი აქედან გუნდება კანონმდებლობაში ამას ოფიციალურად აღიდება რამე კანონმდებლობა წერია ის ყველაფერი მე მოაწევრები მაგულების შემოღებაში ბატონი პაატაკოშვილი იყო ცხოვრებული ვინც ის და ვინაიდან კომაკიდეს ანდარის უბრალოდ და ყველაფერი გასულ თავრობაში ბევრი მაგალითი და მაგალითი ბატონოჟე და ბატონი მაარტა უსამაზე მომდედა იფუძა ყველაფერს საქართველოს დამთავრდება თქვენი სიტყვა შეიძლება გადაწყვეტი არ იყოს ისე მოალგრიეს და მოაქციეს ქართული განათლება და მეცნიერება წინა ხელისუფლებამ და შემდეგ წინამძის აღება და აპარატურისულება რომ ეს ყველაფერი გაგაცნობი მაინც გამომეწოდებინა იგივე ხდება ვინცაც თქვენ ბოლო თავგზავნები დიდი ქართველებისა რომელიც საქართველოს დაგარაკავს თქვენი შემდეგი თავები ამ მასშტაბისაკენ აღარ არის ჩვენი თხოვნა იქნება რომ წერილობით იქნება თუ როგორ იქნება და იქნება ეს ყველაფერი საქართველოს გამოცხადდეს რომ საქართველოს მთავრობა 20 წელიწადში მაგალითები არის ჩხუ ჯავა და აგერ ფიქიდეთ იგივე ჭარი და იგივე მოხდება ასე გამოჩალაში ეს მოსახლეობა ეხლა რომ გამოვიდა მაშინებას ვაკეთებენ პაკისტანელები თავისი დროშებით მაგნეულში და თბილისში ფერბუდის სტადიონებზე გოლდენს ისინი ამშობ ქართული ბავშვები დააკავებენ სტადიონებში რაღაცულობები ვისაც უნდა ადამიანის პოლიტიკური ბრძოლა ამისანა პოლიტიკოსები ასევე ჩვენი თხოვნა იქნება უმორჩილესი თხოვნა იქნება რომ ხამაში აწიოთ ამ გამოყენებულ მთავრობას და ოპოზიციას რომ
იმათაც გადაულიდან ესე სულელები დისკუსიებიდან რაღაც კერიცია. Პირველად ამისკენ კავშირებას პროფესიონალს სპარტაკელებს ისინი ძალიან საინტერესო და სამუზეო შენობაა. Alexandre estava estabelecendo uma políticos e sempre a saúde da arte, chegando com os filhos como quando tu viria cada mensagem de choras, na chuvia a academia que tu sabe o que tu aí só vamos lá no chega esse sangue que me dá o que isso não é nada ao ser ele eu vi na gravação Io stavo l'ex potesse essere una accademia scelta, a scegliere loro problema allora mi ricordo che se devo usare che gli stessi assenza che sono cioè dico avevo detto se sponsorizzato scelta documenti documenti romanici
მაგრამ ის საუბარი მეცადო ჩვენებმა მიმართოთ აქეთქვენს ოპოზიცია, როგორ ოპოზიცია უჩარჩი დატანწალები და ეზიზღება საქართველოს იმამ ოპოზიციას რა უპირობება ჩვენ წინვარად აღიარებთ პენსიურ ფონდზე შევიდეს მე ერთ-ერთი იმედიანად უყურებთ გამშებელებას და საერთოდ მეცნიერების აკადემიის შაქრას სამსახურში. ეს წინადადება შემოგვიყვება თუმცა იმაზე უარესია ვიდრე ბატონოვაჟან წარმოადგინა და ვიდრე ბენგურია და შოუ. მე შემეძლო და ასეთი უსწრებს გავაკეთო საკითხს სულიად ვარაუდობ თუმცა ეს ავტოკარანა ეკუნიჩია კაცი ვერ შეგვიჭი. Κουτάიშია შემოგვიხდი სოფლი, იმული სოფლი, ჩინური სოფლი, ვსვათა 14,000 გექტარი საიდუმე გადაწეს ერთ კაცს დეპუტატს ყოფილსა იქ აშენებდნენ და გააკეთოს ზეგი სანადირო მეურნეობა საიდმის შემოწყობა არის საიდის ხარია თორემ რასანადირო მეურნეობაზეა საუბარი და გამოჩნდა მოდელები ადგილობრივი დიდ ბრიტანეთს აქვს წყიმავე კანონი მიწა ეკუთვნის დედოფალს ეს საკუთარი არქავს მიწას დედოფლის გარდა იქ მიწას აძლევენ მხოლოდ მოხდარებისთვის სარგებლობისთვის ჩვენთან დედოფალი გავიგებ მაგრამ ჩვენ ხო შეიძლება მოვიძებოთ მებას კერბეუნებიჯო ჩვენთან ჩვენ ნებავი იყოს მეფე და იყოს გადაწყვეტილი ეგრე სულ იმიტომა ის იცავს რამე დედოფლის მომხრე კი არ გვაქვს რომ ვაგო პრინციპს რომ იქ მიწა არ ეკუთვნის პიროვნებას ინგლისელზეც არ აძლევენ უფლებას რომ იყიდოს ინგლისი